იცის თუ არა AI ჩინური ენა? 1914 წელს ფილოსოფოსმა ჯონ სერლიმ შემოგთავაზა ესეთი გონებრივი ექსპერიმენტი. თუ ოთახში მყოფ ადამიანს, რომელმაც ჩინური ენა საერთოდ არ იცის, მივაწვდით ამ ენის ინსტრუქციების უზარმაზარ წიგნს, ხოლო გარეთ მყოფი ადამიანი მას მიაწვდის იეროგლიფებს, ამ ადამიანს ექნება შესაძლებლობა აიღოს ეს იეროგლიფები და დაადაროს ინსტრუქციების წიგნს და შესაბამისად ისე დააბრუნოს უკან პასუხი, რომ გარეთ დამკვირვებელი თვალისთვის ამ ადამიანმა იცის ჩინური, ანუ შექმნეს ილუზია ჩინური ენის ცოდნის. რეალობა ის არის, რომ ამ ადამიანს აქვს სინტაქსის ცოდნა, მაგრამ არ აქვს სემანტიკური ცოდნა, ანუ არ აქვს შინაარსის გაკეთება. სერლის აზრით, დღევანდელი AI-ც კი არის ამ სინტაქსის და სემანტიკის ჯახი. დღევანდელი AI-ისთვის სიტყვა მეფეს თუ გამოვაკლებთ სიტყვა კაცს და დაუმატებთ ქალს, მივიღებთ დედოფალს. ანუ გამოდის, რომ თითქოს ეს არის რაც მათემატიკური ანგარიში. მაგრამ რეალობა ის არის, რომ დღევანდელი AI-ს არ აქვს რაღაცა წინასწარ გაწერილი ინსტრუქციების წიგნი. რეალურად მას ჩვენ მივეცით ადამიანის ტვინის სტრუქტურის შთაგონებული ნეირონული ქსელები და ამ ნეირონულმა ქსელებმა წაიკითხეს ძალიან დიდი რაოდენობით ტექსტები, მათ შორის ინტერნეტიდან და არა მხოლოდ და შექმნეს, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მრავალგანზომილებიანი სიტყვების რუკა. და ამ სიტყვების რუკაზე თითოეულ სიტყვას მიანიჭეს თავისი ადგილი, კოორდინატი. გამოდის, რომ AI იცის, სად ცხოვრობს თითოეული სიტყვა და ამ სიტყვას შორის მანძილიც. სხვადასხვა წინადადებაში მეფის კოორდინატი AI-ისთვის სხვადასხვა იქნება. მთავარი კითხვა, მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური კალკულაცია თუ რაღაც უფრო მეტი. ასე ცალკე აღებული ნეირონი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულელი არაფერი არ იცის ჩვენს. უბრალოდ რაღაცა ელექტრონული ნაკადების გამტარი ერთეული. მაგრამ სულელი ნეირონების ერთობლიობა ქმნის ჩვენ არსებებს. ამას ქვია მეცნიერებაში ემერჯენტული თვისებები. აი როგორც ცალკე აღებულ წყლის ერთ მოლეკულას არ აქვს სისვლის თვისება, ხოლო ერთობლიობაში იძენს ამ თვისებას, ასევე შეიძლება რომ მარტივი კალკულაციების სიმრავლებად შექმნას რთული ინტელექტი. ჯერ კიდევ დღევანდელი AI გველაპარაკება მათემატიკური ალბათობის ენით. თუმცა არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს, როცა აი ამ მათემატიკური ალგორითმების სიმრავლეს გავზრდით. ახლა ისევ კითხვას რომ დაუბრუნდეთ. თუ ვერ ხვდებით ოთახში მყოფმა ადამიანმა იცის თუ არა ჩინური, აქვს კი საერთოდ მნიშვნელობა რა ხდება ოთახში.